იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძური სწორედ ასე უწოდებენ კიმონოს, იაპონელების ტრადიციულ ჩასაცმელს. ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციული სამოსი, მაგალითად ჩვენ ჩოხით ვამაყობთ, მაგრამ იაპონელებისთვის კიმონო და მისი ჩაცმა ნამდვილი ხელოვნებაა. კიმონო იაპონურად ჩასაცმელს ნიშნავს. მისი ისტორია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. დროთა განმავლობაში მისი სტილიც იცვლებოდა. თავიდან 12 სხვადასხვა ნაჭერს იხმარებდნენ ტანზე ისე, რომ 12-ივე ფერი გამოჩენილი იყო. დამეთანხმებით ეს არც თუ ისე უორი საქმეა, თუმცა თანამედროვე კიმონოც არაა ადვილი ჩასაცმელი. ის ხალათის სტილშია შეკერილი და სპეციალური ქამრით იკვრება. კიმონოს 20 სხვადასხვა აქსესუარი მოჰყვება და იმისთვის, რომ მისი ჩაცმა სრულყოფილად მოახერხო, 3 ადამიანის დახმარება მაინც დაგჭირდება. იაპონელებიც აღიარებენ, რომ კიმონო სულაც არაა კომფორტული ჩასაცმელი, ამიტომ მას მხოლოდ დღესასწაულებზე, ჩაისმის ცერემონიაზე ან ფესტივალებზე იცვამენ. კიმონოს ჩაცმის სირთულეს ერთი ფაქტიც ადასტურებს. იაპონიაში არსებობს სპეციალური სააგენტოები, რომლებიც ხალხს კიმონოს ჩაცმაში ეხმარებიან. საინტერესოა, რომ კიმონოთ იმოსებიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. კიმონო ეცვათ იაპონელ მეომრებს, სამურაებსაც. იაპონელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თუ რა არის გამოსახული კიმონოს. განსაკუთრებით პოპულარულია კიმონო წელიწადის დროების გამოსახულებით. თან აუცილებელია, რომ ზამთარში ზამთრის გამოსახულებით ჩაიცვა, ზაფხულში ზაფხულის და ასე შემდეგ. კიმონო ძირითადად ატლასისგან იკერება. ერთი და იგივე კიმონოს ჩაცმა ყველა ადამიანს არ შეუძლია. მაგალითად, გათხოვილი ქალები იცვამენ სადა კიმონოს, რომელსაც ორნამენტები დაბლა აქვს გამოსახული. გასათხოვარი გოგოები კი ისეთ კიმონოს, რომელიც უხვადაა გაფორმებული ყვავილებით. კიმონოს ჩაცმისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე არის ტრადიციული იაპონური ფეხსაცმელი გეტა, რომელიც ხისგან მზადდება. უცხოელებისთვის მასზე შედგომა საკმაოდ სახიფათოა. იაპონელები კი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მშვენივრად მოიხმარენ. კიმონო თავისი აქსესუარებით საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, ამიტომ მისი ჩაცმა ყველა ფენის ადამიანს არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კიმონოს ჩაცმა ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ის იაპონიის სავიზიტო ბარათია და ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.